მეორე დაპირისპირებას, როგორც ჩანს, მებრძოლი უკვე მზად არის, იუსი პირტიკანგასი. Ladies and gentlemen, we are continue, and this is the time for a big guys. And IFC presents you next bout, 3 rounds Pro MMA in heavyweight division. And first, welcome to the rage from Finland, Jussi Pirtikangas. ფინალი მებრძოლი, რომელზეც მიშა უკვე ისაუბრა, არგენტინელი მებრძოლი პირველივე რაუნდში ნოკაუტით გათიშა და დღეს ეცდება რომ გურამ ზვიადაძის წინააღმდეგ მოიპოვოს გამარჯვება. ზვიადაძეს კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისუფლად ველოდება სერიოზული გამოცდა. გურამი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, იმიტომ რომ წონებს თუ დავაკვირდებით მიშა, ჩვენ ვიყავით აწონების ცერემონიალზე, ვიყავით რა თქვა შეშავად არის და პირტიკანგასმა დააფიქსირა წონა 93 კილოგრამი. ზვიადაძე არის 20 კილოგრამით მძიმე, თუმცა პირტიკანგასი მაინც მძიმე წონაში ჭხუბობს და პირიქით რა გითხრა, ამასაც გეტყვით, ველოდი რომ 2 კილოთი ნაკლები ვიქნებოდიო. 20 კილოზე ცოტა 20 კილოგრამზე ცოტა ფეთია მგონი ჩვენი გოლიათი გურამ ზვიადაძე, რომლისგანაც ველოდები უშეღავათო ბრძოლას. ასე მგონია რომ არ დათმობს არაფერს გურამ ზვიადაძე, იმიტომ რომ ხასიათი ალბათ აქვს ამბიც, რადგან ეს მებრძოლია, მეომარია. მზად არის ზვიადაძე. პირტიკანგასის ჭხუბზე ბოლოს ვისაუბრეთ და ახლა უნდა ვთქვათ, რომ სერიოზული იქნება უკვე გურამ ზვიადაძისთვის ეს გამოცდა, იქიდან გამომდინარე, რომ ზვიადაძე არის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დროისთვის აქვს 2 მოგება და 3 მარცხი და რა თქმა უნდა მისი თავარი მიზანი უნდა იყოს გურამის, რომ აი ეს უარყოფის ბალანსი გამოასწოროს. Welcome to the range, his opponent from Georgia, Guram Zviadadze. მარკო ბროესენს ხედავთ კადრში, ქართველებისთვის საკმაოდ კარგად ნაცნობს. მარკომაც გამოაქვეყნა ინსტაგრამზე, სწორედ მეათედ მივდივარ საქართველოსიო. არც ერთხელისი არ გაგვიშვიათ, კარგი ბასკეტბოლის გარეშე და ძალიანაც უყვარს ჩვენი ქვეყანა. პირველი რაუნდი, გურამ ზვიადაძე, იუსი პირტიკანგასი. პროგნოზისგან სიმართლე რომ გითხრა, მიშა თავს შევიკავებ. შევია რომ ნახოთ ბრძოლა როგორი იქნება. აქვე მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ ძალიან დიდი ხნით ადრე იყო ეს ყველაფერი დაგეგმილი, დაემთხვა ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობას და მინდა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ჩვენი ეთერის საშუალებით, ზოგადად ჩვენი ორგანიზაციის Integra Fighting Championship-ის სახელით უსურვოთ წარმატება საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს და იმედია, რომ იქნება ძალიან მაგარი და საინტერესო ამბავი. Introducing to you first fighting out of the blue corner. He's 40 years old, standing 183 centimeters tall, official weight 93.5 kilograms. His professional record, 2 victories, 2 losses, win, 1 draw. Ladies and gentlemen, representing Cobra Kai Kenny from Kemi, Finland, introducing Jussi Pirtikangas. And his opponent fighting out of the red corner. He's 30 years old, standing 184 centimeters tall, weighing at 117.9 kilograms. His professional record, 2 victories and 4 defeats. Ladies and gentlemen, representing Geo Fight from Tbilisi, Georgia, here is Guram Zviadadze. And your referee judge, Axel Van Kemenade.
მოკლედ იწყება ძალიან საინტერესო ჩხუბი უკვე MMA-ის წესებით. იუსი პირტიკანგასი ფინელი მებრძოლი გურამ ზუიადაძის წინააღმდეგ. ძალიან მაგარი ჩხუბი უნდა გამოვიდეს, მძიმე წონა ყოველთვის საინტერესოა ხოლმე და როგორც უკვე აღნიშნეთ, ზუიადაძეს გამოსასწორებელი აქვს თავისი უარყოფითი ბალანსი და უნდა შეძლოს, რა თქმა უნდა, დღევანდელ ბრძოლაში გამარჯვება. პირტიკანგასი კი საკმაოდ მონდომებული იქნება და არაფერს არ დაუთმობს მეტოქეს. პირველი რაუნდი მოგეხსენებათ, რომ MMA-ში რაუნდები არის 5 წუთიანი. ზუიადაძე კარგი ფეხი იყო, მშვენიერი მარჯვენა. აი, კარგი წასვლა შეიძლება. მშვენიერი დარტყმა უნდა გააგრძელოს ზუიადაძემ. უნდა გააგრძელოს დარტყმების სერია. არ უნდა გაუშვას. უნდა გამოიყენოს ეს უპირატესობა. ვეღარ უნდა დაიცვას თავი პირტიკანგასმა მშვენიერი დარტყმები. აბა ვნახოთ. კისერი აღებული აქვს. დადებდა! ბრავო! ბრავო გურამ ზუიადაძე! გაფიშა! საჩქაროდ, სასწრაფოდ ექიმის დახმარება. ზუიადაძე! გურამ ზუიადაძე, ბრავო! განადგურა პირველივე წუთებზე, განადგურა ფინელის სპორტსმენი. 31 წამი დაჭირდა გურამ ზუიადაძეს იმისთვის, რომ იუსი პირტიკანგასი დაემარცხებინა. ფანტასტიკური გამარჯვება. მიშა რა მაგარი იყო ეს პირველი მოქნება, რომელთაც მე უკვე კი, ყოჩა რასპა შეასრულა ზუიადაძემ. პირტიკანგას. პირობა დადო, რომ არანაირი შანსი არ ექნება ფინელის სპორტსმენსო და ეს ყველაფერი შეასრულა. ყოჩა გულოცავ გურამ ზუიადაძეს, მის გუნდს. ბრავო. შესანიშნავი სტარტი გურამ ზუიადაძისგან. ბრავო მართლაც. წინვალეთ დაიწყო. ახლა უკვე ალექსანდრ ზაგორსკის ველოდებით, რომელიც გამოაცხადებს, რომ დანებდა იუსი პირტიკანგასი გურამ ზუიადაძეს და ზუიადაძის მესამე გამარჯვება კარიერაში. ძალიან საინტერესო იქნება ისეც მოხდეს, რომ ქამრისთვის გერმანულ ორგანიზაციაში ქართველები შეხვდნენ ფინალში ერთმანეთს. ფინალში რა მოგეხსენებათ, რომ გამეორებას მე კიდევ ვნახავ და მოუმზადა სურპრიზი მოუმზადა ზუიადაძემ. აი ნახე კიდევ ერთხელ ფეხი და აი აქ არის პირველი დარტყმა. Ladies and gentlemen, your winner comes to you at 31 seconds of the very first round. Your winner by submission victory due to front choke, Guram Zviadadze, Georgia. გულოცავ გამარჯვებას. გურამ ზუიადაძემ მოახერხა იუსი პირტიკანგასის დამარცხება და იულოცოთ. Say any words for your fans. Would you like to say? ყველას მოგესალმებით. მადლობას მოგიხდით აქ მოგზანებისთვის. თითოეულ თქვენთაგანს ჩვენთვის მებრძოლებისთვის ძალიან დიდი мотиваცია არის, რომ ჩვენი მეგობრები, ჩვენი ახლობლები, უბრალოდ ჩვენი ქართველები აქ არიან და უშემატკივრობენ. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში გოჩას მოიას. ამ ძალიან მაგარ კაცს, რომელმაც მომცა საშუალება არაერთხელ თარო გამოსულიყავი და ჩემი შესაძლებლობები გამომეტანა და საქმე გამეკეთებინა. ყველას დიდი მადლობა რა. ყველა იმ ადამიანს ვის გვერდზე მედექს. ვიყვარხართ ყველა. Guram Zviadadze. ახლა მიშა მოვიდა მესამე ბრძოლის დრო. ძალიან საინტერესო დაპირისპირება ველოდება. შეგვიძლია დავულოდოთ ალექსანდრ ზაგორსკისაც, მაგრამ შემიძლია უკვე გითხრათ, რომ ეს არის რევანში ერთგვარი, რომელიც მოითხოვა ნიკოლაი კატანმა. კატანი გახლავთ გერმანელი მებრძოლი გიორგი ნათობაიძემ Integra Fighting Championship-ში IFC 17-ზე ქალაქ ვიტლიხში მოახერხა ნიკოლაი კატანის დამარცხება და ახლა ეცდება, რომ კიდევ ერთხელ მოუგოს მას უკვე ზედიზედ მეორე ივენტზე. თავისთვისაც კარგია. ნათობაიძის ძალიან დიდი შეცდომა ალბათ ის იყო, რომ აი ეს ბოლო ბრძოლა წააგო, ძალიან კარგი სტარტი ჰქონდა და მეგონა რომ ეს წაუგებლად მივიდა და კიდევ უფრო, ასე ვთქვათ, დიდ მწვერვალზე, რასაც UFC ან სხვა ამერიკული ორგანიზაცია ჰქვია და არა უშავს, იმედია რომ გამოსწორდება ეს ყველაფერი და დღეს ნიკოლაი კატანს დაამარცხეს გიორგი ნათობაიძე.